მე როგორც მუსლიმი ქალი ამასაც ვემსახურები, იმიტომ რომ ჩემი შვილები, შვილიშვილები, ნათესავები, ახლობლები აბსოლუტურად ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და მე როგორც მუსლიმანური წესით პატივს ვცემ ჩემს მიცვალებულებს და მათ სულს მივაგებ ხოლმე, ასევე ქრისტიანულ სარწმუნოებასაც ვემსახურები. პასქასაც ვაწყობთ, კვერცხებსაც ვღებავთ, აუცილებლად ტრადიცია არის. ისე მე ბავშვობიდან ჩემი მშობლები, მამაჩემი უფრო ბავშვობიდან ღებავდა, ოღონდ მაშინ იყო დაფარულად, მალულად. მაშინ კომუნისტების დროს ჩემს ბავშვობაში ჩვეულებრივად აკეთებდნენ ოღონდ ჩუმად. როგორც მუსულმანურ ტრადიციებსაც, ასევე ქრისტიანულ ტრადიციებსაც. მონათლამდე 5 დღით ადრე დაიღუპა ჩემი შვილი. და სამწუხაროდ ვერ მოასწრო მონათლა და მე და ჩემი მეუღლეც ასე დავრჩით, მაგრამ შვილები მოინათლნენ, მათი შვილები და ასე შემდეგ და აი ჩვენ ოჯახში მაგალითად არ ყოფილა ეს ხელისშემშლელი პრობლემა არ ყოფილა ეს, იმიტომ რომ აი ვემსახურებოდი როგორც მუსულმანურ წესს, ასევე ჩემი შვილების რა გზასაც დაადგნენ, იმას ვემსახურებოდი ჩვეულებრივად და ვემსახურები დღემდე. ხშირად ლოცულობ, ღმერთს ვევედრები. საერთოდ ღმერთის სახელის ხსენების გარეშე ნაბიჯი არასდროს არ გადამიდგამს. ნებისმიერ საკითხში, აი არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა აქედან რომ ავდგე და აი იქ მივიდე, მე ღმერთის სახელით დავდივარ. ეს არის ღმერთის ნება. ნაბიჯს როცა გადადგამ, ეს არის ყველაფერი ღმერთის ნება. ასე ამ შემთხვევაშიც რომ ღმერთის ნება იყო, რომ ჩემი ბიჭი ისე წასულიყო და ღმერთის ნება არის, რომ ჩემი შვილები ეხლა მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და მე მიხარია ეს, რომ ჩემი შვილები სწორ გზას ადგანან. საერთოდ აქვე დავსწენ იმასაც, რომ ის ვინც მუსულმანურ გზას ადგას, იმასაც ისე სწამს და ის თავის დაუნებურად, გინდა არ გინდა, სწორ გზას ადგას. ის ისე თulis და ისე ადგას სწორ გზას. მე ასე ვფიქრობ. არჩევანის თავისუფლება. ვის როგორც სურს, ისე ცხოვრობს.